საქართველოს მოქალაქეების ფიგურირებენ ესპანეთში გახსნილად გამოცხადებულ დანაშაულებრივ სქემაში. მადრიდი, ვალენსია, გვადალახარა და ალიკანტე სპეცოპერაცია ესპანელმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს. ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საქმის გასახსნელად ერთი წლის განმავლობაში კოორდინირებულად მოქმედებდნენ. გამოძიების ცნობით, ქვეყანაში მოქმედი ორი სახლების გაქურდვით და ნაქურდალი ნივთების რეალიზაციით იყო დაკავებული დანაშაულებრივი დაჯგუფება და 27 გაქურდული ბინა. სპეცოპერაციის დეტალები რეზე ხუციშვილის რეპორტაჟში. მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა საპოლიციო ღონისძიება ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ჩაატარეს. ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშე. სპეცოპერაციას წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაცია. ტრანსნაციონალურ დანაშაულს საზღვრები არ აქვს. ერთად მუშაობა კი აუცილებელია დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ. დამნაშავეები ხშირ შემთხვევაში მოპარულ სამკაულებს ადნობდნენ და მისი კვალი იკარგებოდა. მოპარული ნივთები ასევე შავ ბაზარზე ხვდებოდა. ესპანეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ. გამოძიების ვერსიით, კრიმინალური დაჯგუფება ქართველების და ესპანელების დაჯგუფებებისგან შედგებოდა. ოფიციალური ვერსიით უშუალოდ ბინების გაქურდვაში მონაწილეობას საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი, რომლებსაც ესპანელები შეადგენდნენ, ქურდობის შემდეგ მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ. საქართველოს და ესპანეთის საპოლიციო ძალების შედეგიან თანამშრომლობაზე საუბრობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ღონისძიების ჩატარებას წინ უძღოდა ერთობლივი, ინტენსიური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა დაგეგმარებასა და განხორციელებაში ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშე. ქართულ მხარეს ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების გამოვლენასა და მათი საქმიანობის აღსაკვეთად. საქართველოს და ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საპოლიციო ღონისძიება მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და ალიკანტეში ჩაატარეს. ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე. დაკავებულების მიმართ გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 501-301 და 560 მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ესპანური კანონმდებლობის მიხედვით 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.